მე მოვდივარ 9 აპრილიდან. საკმაოდ აქტიური ვიყავი 9 აპრილს. მედროშე ბიჭი ზუსტად მე სადაც ვიყავი აქციაზე მედროშე 16 თუ 17 წლის ბიჭი თამარაშვილის ხიდზე ტყვით მოგვიკლეს მაშინ ცირკის ტყვიდან გამოსროლილი ტყვით. ეს არასოდეს არ მოვიწყდება. არ მეშინოდა რუსული ტანკის. და ბევრჯერ ამიღია და ქვადამიბრახუნებია მთელ თბილისში ტანკები იდგნენ. მე არ შემშინებია მაშინ რუსული ტანკის. და ეხლა ფიქრობს ეს თვითმარქვია ხელისუფლება რომ მე ვითომ უნდა შემაშინოს. ამაზე მეც რას დამიშავებს როცა უდანაშაულო შვილი გამომიკეტეს ციხეში. აი მეტი რა უნდა დაუშაო დედას. შვილი ძალიან მწარე არის ყოველთვის და ეხლა ხვდები რამდენად მწარია ციხეში ჩაკეტილი შვილი იცი რომ არის ჩაკეტილი სივრცეში ჰაერი არ აქვს ნორმალურად ამ ლაღ ბიჭს რომელიც აი სულ დადიოდა, სულ იცინოდა, სულ ხალისობდა, სულ ხუმრობდა და აი ესეთი ბავშვი ბიჭი გამოკეტეს ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის. იმას სხვა არაფერი არ დაუშავებია. მე იმიტომ მიკვირს რომ რისთვის მიბარებს სასამართლოში. გზა გადაკეტა დედამ რომელსაც შვილი დაუჭირეს ამისთვის ჯერ მისი შვილი დააკავეს უსამართლოდ, შემდეგ ჯგუფური ძალადობა დააბრალეს და განსასჯელის სკამზე თანატოლ ბიჭებთან ერთად დასვეს, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე. ახლა როგორც ჩანს, დედების ჯერიც დადგა. რუსულ რეჟიმს გამწარებული მშობლების პროტესტის აკრძალვაც სურს. ცდილობს ყველანაირად შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. თუმცა რა ჯარიმით, ან თუნდაც დაკავებით დააშინებ დედას, რომლის შვილიც უკვე მესამე თვეა ციხის კედლებიდან ებრძვის usამართლობას. გუშინწინ დილით დამირეკა ისანი სამგორის განყოფილებიდან გირეკავთ ქალბატონი მარიზი ბრძანდებით დიახ მეთქი თქვენ ხართ სასამართლოში დაბარებული 23 იანვარს გზის რუსთაველზე გზის გადაკეტვის გამო. ამ დროს სამსახურიდან გამომდინარე ვერასოდეს ვერ მივდივარ აქციაზე იმ დროს რომ ყოველთვის ამოვალ მეტროდან და მივდივარ თავისუფალ გზაზე. მანქანები რო აღარ მაწუხებენ და სავარაუდოდ ვფიქრობ რომ მე ახლა ისედაც ვიციან ვინ ვარ და დაშინება არის ეს. მაგრამ აქედან ვეტყოდი რომ დაშინება არ იყოს იმიტომ რომ მე არაფერს არ მეშინია. უფრო მეტად ვფიქრობ რომ ეს არის ჯარიმა ალბათ ბიუჯეტის შევსების ხარჯზე. ვილაპარაკოთ რა ხდება ციხეებში, რადგან ვატიმრის ამბავი და მე ჩვენ დედებს, მშობლებს, მამებს ყველას აუცილებლად თუ არ შევხვდებით სხვა ზომებს მივმართავთ ჩვენ აუცილებლად. მარიზი კობახიძე იმ მშობლებს შორისაა, რომელიც მისი შვილის თორნიკე გოშაძის დაკავების შემდეგ არც ერთი დღე არ გაჩერებულა. არც ერთი რეჟიმის პატიმრის სასამართლო პროცესი გამოუტოვებია. გვერდით უდგას ყველა დაკავებულის მშობელს. ბიჭები ერთმანეთს არ იცნობენ, თუმცა მათი მშობლები საერთო პრობლემამ გაერთიანა და საკუთარ შვილთან ერთად სხვა დაკავებულების განთავისუფლებასაც ერთად ითხოვენ. მათ უკან კი წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი დგას. ძლიერდები კიდევ უფრო უამრავი ხალხი გულში გიხუტებს და გეძახეს გმირის დედას. მაგრამ მე ვთვლი რომ მე ჩემი შვილი არ არის მარტო გმირი, ყველა გმირები ხართ თქვენ. ყველაზე დიდი გმირობა აი რასაც ახლა თქვენ ჟურნალისტები უძლებთ, რასაც ეს ახალგაზრდები უძლებენ, ჩვენ ასაკოვანი ხალხი უკვე შეჩეული ალბათ აღარაფერი აღარ გვაკვირვებს. 9 აპრილის მერე რა უნდა გამაკვირვოს, როცა სკოლის მოსწავლეები მეჩვევით დაჭახა რუსის ჯარმა და იმ რუსეთში მიგვაქანებს ჩვენ ისევ ბიძინა ივანიშვილი. მარიზი კობახიძე 25 წლის თორნიკე გოშაძის დედაა, რომელსაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თორნიკე ვიდეო მტკიცებულების საფუძველზე დააკავეს, რომლის საშუალებითაც მხოლოდ ის დასტურდება, რომ აქციის მონაწილეებთან ერთად იდგა რუსთაველის გამზირზე. უბრალოდ იდგა და აპროტესტებდა. საქმეში ასევე დევს პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მოხდა ქვა, თუმცა ადამიანის ვინაობას ვერ ასახელებს. ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების საფუძველზე დაატყვევეს 25 წლის ბიჭი. დაკავების დღეს თორნიკეს სახლში რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ მხოლოდ ერთ ნივთი მტკიცებულებას მიაგნეს. საქართველოს დროშა იპოვეს და დაალუქეს. მე
მოგეხსენებათ თორნიკე ძლივს ვიპოვე, ანუ რამდენიმე დღე ვეძებდი, დაახლოებით 2 დღე ვეძებდი. იზოლატორები არ მაძლევდნენ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, თუ სად იმყოფებოდა წერილობითაც მივმართე. მივაგენი დიურომში იზოლატორში და როდესაც შევედი, რა თქმა უნდა, იყო გაუგნებული, ანუ არ იცოდა რეალურად რა ხდებოდა. ერთადერთი რაც სადარდებელი ქონდა და ამ საქმეზე იმდენად არ დარდობდა, ვიდრე დედამისზე თავი ჩაღვინა და მითხრა, რომ ერთადერთი რამე მადარდებს ეს დედაჩემი, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ მამა გარდამეცვალო, არ ქონდაო კარგი მდგომარეობა, ესო კიდე მე დავუმატე სანერვიულობო. აი ეს იყო მისი მთლიანად ემოციური ფონი. და შემდგომ უკვე თორნიკესთან ვიყავი ციხეში. მისი შეფასება არის ის, რომ დღევანდელ პარლამენტს ჯობია ციხეში ჩდომა. ძალიან ძნელია, რომ არ არის სახლში. ხო იცი რომ იღვიძებ, მოვიდა ნეტა და სუნთქვა გესმის. ყველაზე რთულია ეს ახლა ჩემთვის. მე ვერ ვაპატიებ ამ რეჟიმს. მე ერთი დედა იმას რომ არაფრის გამო ჩემი შვილი ჩემს გვერდში აღარ არის და არ ძინავს მას და მისი სუნთქვა არ მესმის. რატო? რა დააშავა თორნიკემ? არაფერი არ დაუშევებია მას ისეთი რომ ის დღეს არის სისხლის სამართლდება. თორნიკე ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ ოჯახს ფინანსურად ახმარებოდა. ამ წლების მანძილზე არაერთ ადგილას მუშაობდა. დასაქმებული იყო მიმტანის პოზიციაზე. შემდეგ თბილისში ერთ-ერთ ბარში ბარმენად მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი კულინარიით იყო დაინტერესებული. მამის გარდაცვალების შემდეგ დედას სულ მხარში ედგა და სახლის იპოთეკური სესხის გადახდაში ეხმარებოდა. თავისუფალი დრო თითქმის არ ჰქონდა. სამსახურიდან სახლში გვიან ღამით მიდიოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც რეჟიმმა სასტიკ მეთოდებს მიმართა და ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ აქციის მონაწილეებს, იტაცებდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ და გულის წასვლამდე სცემდნენ, თორნიკეს გრაფიკით შეიცვალა. ის სამსახურიდან ყოველ დღე პირდაპირ რუსთაველის გამზირზე მიდიოდა. გავზარდე ძალიან კარგი შვილები. ასე ვთვლი, იმიტომ რომ მე მარტო გავზარდე. დედა რომელიც დადიოდა 3 თვით თურქეთში ჩამოდიოდა, მიდიოდა, საოცარი ბავშვები გაიზარდნენ. აი ესეთი რეპრესიები, რაც საქართველოში ახლა ხდება და ამ რეპრესიების თავი და თავი არის ერთი კაცი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა და სანამდე გაგრძელდება ეს არც არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ მე ამ ახალგაზრდების გვერდში ვიდგები. აუცილებლად გავაპროტესტებ ამ რეჟიმს. თორნიკეს 7 დაკავებულთან ერთად ასამართლებენ. წინა სასამართლო პროცესი ყველას კარგად გვახსოვს. თუ როგორ აყურებინეს მშობლებს 2 კვადრატულში გამომწყვდეული და უჰაერობისგან შეწუხებული შვილები, რომელთა მოსაბრუნებლად სასწრაფო დახმარებაც კი გახდა საჭირო. გაჯიუტებული მოსამართლე, ადვოკატების ბოიკოტი და თითქმის ცარიელ დარბაზში გამოტანილი გადაწყვეტილება. თუმცა რუსული ხელისუფლებისგან მართული სასამართლოსგან არაფერია გასაკვირი. მარიზი კობახიძის შვილის და 7 დაკავებული საქმის მორიგი სასამართლოს ხდომა 6 მარტსაა ჩანიშნული. თორნიკეს დედა კი საკუთარი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება.